ბულინგი, დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა და ძალადობა. ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს. ამ პრობლემებთან ბრძოლაში საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? ადამიანის უფლებების სწავლება არაფორმალური და ინფორმალური განათლების გზით არის საწინდარი უფლებების დაცვასა და აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. ამ მიზნის მხარდასაჭერად არაერთი რესურსი შეიქმნა. მათ შორის ევროსაბჭოს მიერ. განსაკუთრებით გამოსაყოფია მათი მთავარი ინსტრუმენტი, ადამიანის უფლებათა განათლების ქარტია, სამკვლევები, ბუკლეტები და პრაქტიკული რესურსების ნაკრები. ვინ უნდა გააკეთოს ეს ყოველივე? ამ პროცესში ყველა ძირითადი აქტორი უნდა იყოს ჩართული. ხელისუფლება, სკოლები, არასამთავრობო სექტორი და განსაკუთრებით ახალგაზრდული ორგანიზაციები. ერთად ვიმუშაოთ ღირსეული და ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული საზოგადოების გაძლიერებაზე. შემოგვიერთდი.